ხო დღეს პირველად გავსინჯე შაურმა. აი გეპეის მეექვსე კორპუსის წინ ესა შაურმას მეწარმეების, მცირე მეწარმეების ის იყო აქცია, გახდეთ იქ მძღოლი, დღეს ერთი მძღოლი გვაგდა და მე ვიყავ ესე თქვა მძღოლი და ვიღაცა კაცმა ვინც გვესაუბრა ჩვენ, აი ჩემი ის არისო შაურმაო გაღმაო და აი მოდი და ნახეთო და წავედი, სამლარ ნახევარი გადავიხადე თითო პორციაში, სამივე პირველად გავსვიჩ ფანტასტიკური საკვებია. ისი რა არის სხვა ჩვენ თქვენ მინდა გითხრათ ხალხო. თუ კი ვირის ხორცით ეხლა ხო ვიღაცება აგორეს ეს ვირის ხორცის შაურმა თურმე უნდა ღიდეს 21-22 ლარი მდენად ვირი და სხვა ჩვენ ვირის ხორცი, ცხერის ხორცი. მაგალ კალორიული და ძალიან სასარგებლო ისა, მაგრამ კარგით რა ვირის ხორცი ნუ გაამართლებ, მაგრამ შენ ეხლა ისტორიას გავახსენებ ლევა შენ არა ბალატონის ტბაზე რო ცხენის სოსის აწარმოებს მე მახსოვს გასვა ჩვენთან თბილისში ცხენის ეხი იყიდებოდა ხო ეს უნგრული წარმოებს არა უნგრული არა გასო ის იყო რა ქვია ყაზახური იყო კეთილი წავს რა ხრუშოვმა 62 წელს ბრძანება გასა არ ვიცი აი თუ გინდა აი მამა შენს კითხე ბაბუა შენს კითხე ცნობილი ამბავია კახეთში ვირი არ დატოვეს და ცხენი გეგმა ჩავარდა მაშინ ძეხვის წარმოების და ხორცის წარმოებისა და ვირების და ცხელების რეკვიზიცია მოხდა და ბოიში წაიყვანეს და ხოცეს დამიჯერეს საკვები რაციონში შედის და ხო ცხენის ხორცი შუაზე დელიკატესია ფანტასტიკური ბიჭები არიან მე-6 კორპუს მოპირდაპირე მხარეს გაჩერებასთან არის შაურმა ქვია მოიცა და ის მეთო თანამემამულე კი არა რაღაცა აქციები რა ხომ ყოველწლიური იმის სახელი ქვია ჩვენებურებია წერია ისე ლამაზად აკეთებენ იცი აი მართლა პროფესიონალები მეორეც არა იქაც რაღაცა ანტისანიტარის პრობლემა რამდენიმე შემთხვევაში არის მე სააკაძის მოედას არ გულისხმობ გამოვლინდა ეს ბიჭო ეს ბატონი ანტისანიტარის მოვლენა თავდაპირველად სამინისტროშია